კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა გალის რაიონის სოფელ ბარღებში, რომლის შედეგადაც ადგილობრივი კრიმინალი ელგუჯა ლემონჯავა მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო ზემოსვანეთში ოთარ გოგოხია ადასტურებს. მისი განცხადებით ლემონჯავა სოფლის გამგებელმა ეროვნებით აფხაზმა რაულ აბიჯმამ დაჭრა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გალის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩვენი ინფორმაციით ქემობარღების ადმინისტრაციის უფროსმა რაულ ამიჯბამ თავის იარაღიდან ესროლა ელგუჯა ლემონჯავას, რომელიც არის მაყურებელი, ეგრეთ წოდებული მაყურებელი ამ რაიონის. ელგუჯა ლემონჯავა ყოფილა მასვანი, რაღაცა მოუვიდენ შელაპარაკება, ორი ტყუა ესროლა და ეს ლემონჯავა გადაყვანილი არის გალის საავადმყოფოში. როგორც გაიგო, დაპირისპირების მიზეზად კრიმინალური გარჩევები სახელდება. ამ ეტაპზე უცნობია აჩიმბას ადგილსამყოფელი. მას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიცია ეძებს.